ჩვენს ოკეანეებში უცხო პლანეტელები ცხოვრობენ. სადა? აქ რაღაცა. ხო, გაგურათ რომ გიპასდოთ. მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა უცხო პლანეტელების არსებობა. არც არაფერს ვადასტურებ და არც არაფერს უარყოფ, გაიგე? მაგრამ ისინი თურმე ღია კოსმოსში კი არა, სადაც ამდენი წლების განმავლობაში ვეძებდით მათ და სიგნალებს უგზავნით, არამედ აქვე. ისინი აქ არიან ჩემს. ჩვენთან ახლოს ოკეანეებში ბინადრობენ. კარგი რა. ვინ დაგიჟერებს მაგას? ამერიკის კონგრესზე სპეციალური მოსმენის დროს გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ ოკეანეების ფსკერზე ლაბორატორიებიც კი აქვთ. მაგრამ შემოგევლე. ეს რომ ამერიკა არ არის, რა ვქნათ? სადაც ადამიანების გენომთან დაკავშირებულ სხვადასხვა ექსპერიმენტებს ატარებენ. ექსპერიმენტს ვატარებ. აქვე ხდება გასაგები თუ რატომ არ არის სათანადოდ შესწავლილი აქამდე ოკეანეების ფსკერი და არავით არის ოპერატიული მონაცემები ჩვენ არ აქვს. მე ვინ გიშლის? მოიძიეთ ოპერატიული ცნობები. აქვე გვახსოვს, რომ სწორედ ოკეანის ფსკერზეა განლაგებული ინტერნეტის კაბელური ქსელები. აქვე ჩნდება კითხვა, რომელია სტუმარი ამ მიწაზე, ჩვენ თუ უცხო პლანეტელები? სულ სტუმარ მასპინძელს ურტყამთ ახში. და საერთოდ, როგორ უნდა მივმართოთ დღეიდან უცხო პლანეტელებს თუ ჩვენ ერთ მიწაზე ვცხოვრობთ? შედედამიწელო შენ. მერგი მაგინები. არა, ბიჭო. ვინმე ვიქტორია ვიტნეი, რომელიც ამერიკის საზღვაო ფლოტის ყოფილი ოფიცერი გახლავთ, აღწერს უცხო პლანეტელების გარეგნობას. რა თქმა აღარ ვიცი ახლა. ეს ახალი ამერიკელი და შანი მინდა კიდე. ის ამბობს, რომ ერთ-ერთ მათგანს ეკონტაქტებოდა. იყო აქ ერთი ასეთი დაინტერესებული დეგენერატი. ვიქტორიას აღწერით, უცხო პლანეტელებს გამხდარი ტანის წყობა აქვთ. მაღალი, ცოტა სპორტული აღნაგობის და თვალები გადმოკარკლული ტიპი იყო, არა? მათი ხელები და ფეხები საკმაოდ პროპორციულად გამოიყურება სიმაღლესთან შეფარდებით. კი. გავს ერჩემს ნაცნობ ლექტორს. თუმცა ხელები და თითები გრძელი აქვთ. დიდი ხელი აქვს. თამთმილი. საზოგადოების ნაწილი ამ ამბავმა შოკში ჩააგდო, ზოგმაც კი საერთოდ არ დაიჯერა. ვისაც ვჯერა გაგვატარა ჩვენი პერაშკებით. ისინი ფიქრობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საზოგადოების ყურადღების გადართვა უნდა და რაღაც მზაკრული გეგმები აქვთ ჩაფიქრებული. აი, შეგრა ყველაფერი. ხედავ? ეგენი ერთად ბლანდავენ შავსაქმეებს? და ვინც ხან შეუშლის მოიცილებენ ხოლმე. არ ვიცი თქვენ გჯერათ თუ არა, არ მჯერა. თუმცა ფაქტია, რომ დღესდღეობით ოკეანეების ფსკერის მხოლოდ 5%-ია შესწავლილი. 6 რო ყოფილიყო კიდე ხო და 5 რა არის, არა თუ რა არის, გეგმული რაღაც. თქვენ თუ აქ სახუმაროდ მოხვედით, შემოგევლე. მითხარი და ერთად ვიხუმროთ რა.